ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა დღეს ფინანსური სანქციები დაუწესა ვახტანგ გომელაურსა და მირზა კეზევაძეს. და ასევე შეიყვანა ისინი მაგნიცკის სიაში. ბევრს შეიძლება არასწორად ეგონოს, რომ ადამიანისთვის თუ ის არ ფლობს რაიმე ქონებას ამ ფინანსებს ამერიკაში, ეს სანქციები არაფერს არ ნიშნავს, მაგრამ სინამდვილეში ეს სანქციები უფრო ფართო სპექტრს მოიცავს და პირველ რიგში რა თქმა უნდა, აღნიშნული პირების საკუთრებაში ყველა ქონება, ფინანსები თუ ფინანსური ინტერესები, რომლებიც მდებარეობენ ამერიკის ტერიტორიაზე, ან ამერიკის მოქალაქეების მფლობელობაში, ან მათ კონტროლის ქვეშ იქნება დაბლოკილი. გარდა ამისა, დაიბლოკა ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც პირდაპირ ან ირიბად, სრულად ან ნაწილობრივ 50%-ით მაინც არის ამ პირების მფლობელობაში. კიდე ამერიკის მოქალაქეებს ეკრძალებათ ნებისმიერი სახის ტრანზაქცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ, რომელიც რაიმე კავშირშია დასანქცირებულ პირებთან ან მათ საკუთრებასთან. და თუ ისინი შეეცდებიან ამ აკრძალვის მიუხედავად დაეხმარონ ამ მოქალაქეებს სანქციების გვერდისავლაში, მათ შეიძლება სისხლის სამართლის სასჯელიც კი დაემუქროთ. ხოლო ასევე ამერიკის არამოქალაქე პირებსაც ეკრძალებათ ამ პირებთან რაიმე კავშირი სანქციებისთვის გვერდის ავლის მიზნით და წინააღმდეგ შემთხვევაში ისინიც შეიძლება მოხვდნენ დასანქცირებულთა სიაში. საფინანსო ორგანიზაციები ან პირები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ტრანზაქციებში, ან რაიმე კავშირი ექნებათ ამ პირებთან, ასევე ხდებიან დასანქცირების საფრთხის ქვეშ. შეზღუდვა ეხება სახსრების მიღებას, გაცემას, ასევე სამკურნალისა და მომსახურების მიწოდებას. ხოლო ბანკები, რომლებიც იყენებენ ამერიკულ სატრანზაქციო სისტემებს, ასევე შეზღუდული არიან ამ პირების მომსახურებაში და როგორც წესი ისინი თავს არიდებენ ხოლმე დასანქცირებულ პირებთან კავშირს, რადგან ეს მათ სერიოზულ პრობლემებს უქმნის და შეიძლება მათაც რაიმე ტიპის სანქციები დაემუქროთ. ამის შესახებ ინფორმაცია უკვე ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა თავის საიტზე განათავსა. ლინკს დავტოვებ კომენტარებში და შეგიძლიათ თავად გაიცნოთ. იქ ასევე მოცემულია მიზეზებიც, რის გამოც მოხდა დასანქცირება და ასევე გამოიწერეთ არხი და მიიღეთ გადამოწმებული სწორი ინფორმაცია ყოველთვის. წარმატებებს გისურვებ.